მარკოსურების გაერთიანება რო შექმნა და ერთადიან. ეგრევე ფეხასთან გავჩერდეთ. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმია გორგილაძის ქუჩა, თქვენ თვალს ადევნებთ საპროტესტო მსვლელობას. დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტები და არაფხოდ ისინი, ვინც აპროტესტებს რუსულ კანონს და არაფხოდ რუსულ კანონს, ქვეყნის გარუსებას, ქვეყნის ევროპული მომავლის ჩაკეტვას და ეს ევროპული მომავალი რამდენიმე წუთის წინ ჩაკეტა უკვე საკანონმდებლო დონეზე ქართულმა ოცნებამ, როცა 84 წლით არ დაუჭირა რუსულ კანონს საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. როგორც ხედავთ, უკვე შეჩერებულია მოძრაობა გორგილაძის ქუჩაზე, საქართველოს მონაწილეები მიიწევენ ევროპის მოედნის, სადაც გაიმართება ეს საპროტესტო აქცია. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორია თქვენი განწყობა ეხლა, როცა უკვე მიღებულია რუსული კანონი? ძალიან საწყენია. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი შეგრძნება. მაგრამ მაინც მივიძვით. საგამდე შეგვიძლია. რა უნდა გავაკეთოთ თქვენი განწყობა როგორია? რა სტრატეგიით უნდა ვიბრძოლოთ ეხლა? სანამ არ დავიღლებით, გარეთ უნდა ვიყოთ. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი. ამ მნიშვნელოვანია რომ არ დავიღალოთ. მადლობა. ქერას გეტყობთ, ეხლა რა არის მნიშვნელოვანი გაგესაუბროთ. კარგი. გამარჯობა. რომ გაგესაუბროთ, ნათია ხარატი, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმოადგენს ამავდროულად. როგორია თქვენი განწყობა და შემართება ეხლა როცა უკვე მიღებულია რუსული კანონი საქართველოში და პრეზიდენტის ვეტო დაწერია პარლამენტმა. ამის მოდუნი არსებობდა კიდეც მათი განცხადებების ფონზე, მაგრამ აი თქვენი შემართება როგორია ეხლა ამ თემაზე? ვიცოდით რომ ეგრე მოხდებოდა სამწუხაროდ მართლა ბოლო წუთამდე აი რაღაცა 5-6 კაცის იმედი მაინც მქონდა უბრალოდ რაღაცა ადამიანური რაღაცა ამის ერთ როგორ შეიძლება რომ ერთ მაინც ქართული სიტყვი არ ქონდეს რაღაც ელემენტარული მაგრამ უბრალოდ გაფორმდა დიქტატურა გაფორმდა ის რომ ანუ ეს არის დიქტატურის გაფორმება კი ეს არის გაფორმება იმის რაც ისაც ვიცოდით ახლა რომ ეს თავრობა იყო რუსული და დიდი ხანია მაგით მიდიოდა არ გვეყო პოზნერზე ლარჯის წელები და ეს უნდა რაღაცა ოფიციალურად ამის გაკეთება და ჩვეულებრივი გამოვლენა არ დავიღლებით არ არსებობს ჩვენ მე საფრთხეში მივიდა იმას აიყვანდა ჩვენთვის ბავშვობა დამთავრდა 9 მაშინ გავახილე თვალები ფართენ და მივხვდი რომ მართლა რა მტრულს გარემოში ცხოვრობდი ამას ვერავის ვერ ვაპატიებ ისევ დაბრუნდეთ ანუ ეს არის მომენტი როცა ჩვენ კარგავთ ისევ დამოუკიდებლობას და ზუსტად კი ჩვენთვის ასოცირდება 21 წელთან უბრალოდ განსხვავება არის ცივილიზაცია ცოტა სხვა დონეზეა და ჩვენ ამას ყველაფერს სოციალურ ქსელებში ვუყურებთ ცალს ვადევნებთ და ვაზიარებთ და მე მგონი რომ ხალხის გამოსვლა მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ადამიანი ვინც მისცემს და ხამიყურებს შემხედავს რა მინდა რომ იცოდეს რომ ჩვენ არ გამოვალთ არანაირი დავიღალე არ ცალია და ყოლებული ვარ რაღაცა ყველაფერი უნდა გადადოს ადამიანმა იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ ქვეყანას მე ვერ ვიცხოვრებ რუსეთში და არ ვიცხოვრებ საქართველოში ხო ხაზი გავუსვით რაოდენობას ხო 2 მილიონი ვართო ჩვენო ანუ ისევ თქვი ზოგადად ყოველ შემთხვევაში ნახევარზე მეტი მაინც არის ადამიანები
დარწმუნებულია. უმრავლესობა ამ ქვეყანაში ამბობს რომ ევროპა უნდა, ხო, ევროპული განვითარება, ევროპული მომავალი. ცოტა ბევრჯერ თქვა რომ გვინდა ევროპა. და მე დარწმუნებულია რომ ესეა უბრალოდ ამ წუთას ვინც აქ არის, ვისაც შეუძლია გაქცევასაც ხედავთ, დარწმუნებული ვარ რომ და იმას ვისაც ეშინია ხალხო მიგეშინია. არ დავკარგოთ ქვეყანა, მე ვერ ვაკეთებ საკავშირის იმას რომ ჩემი ქვეყნის ისტორია დამიკარგა. და დღეს რომ ბერძნული იასონის ამბავი უფრო გაზიარებულია, ვიდრე ქართული მედია უფრო ეს საკავშირის ბრალია და იმ რუსეთის ბრალი, რომელიც ყველაფერს საშლავს და ხაჭაპურის, ელარჯის და ხინკალის დონეზე ტოვებენ ქართულს. ანუ ფიქრობ, რაოდენობა ხარ მნიშვნელოვანი, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და დააფიქსირებს პროტესტს რუსული კანონის გარუსების წინააღმდეგ. ოქტომბრამდე რა ხდება? ეს რა არის მნიშვნელოვანი? ამას ვამბობ, რომ ისინი ითვლიან თავებს და იმ ხალხს, ვისაც რაღაც არ მიაჩნიათ რა მე არ გავალ მე რა ჩემს მაგარად ეს რა დასრულდა. მადლობა, სტენაცია ხარეთი. ჩემს მოსახლეობას ვისმენთ. მოგებების ნაწილია ეს საყურებით გამოხატავს ხარდაჭერას და სოლიდარობას. ამ საპროტესტო მსვლელობის მიმართ საპროტესტო მსვლელობა გრძელდება გორგულაძის ქუჩაზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები, როგორც ხდება, მიდიან ევროპის მოედნისკენ. ისინი უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ვინც ახლა შემოვერთდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა მიიღო 84 ხმით რუსული კანონის საბოლოო ვერსია. ქართულ მოუწევამ დაძილია პრეზიდენტის ვეტო. და შესაბამისად რუსული კანონიც არის მიღებული. რუსულ კანონს თან ერთად დღეს ბათუმის ქუჩებში ვის ყველაზე მეტად შეძახილი გამოდი. ცოლების მონაწილეები, რომლებიც თვითონ სტუდენტები არიან, მოუწოდებენ ადამიანებს საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დააფიქსირონ ხმამაღლა პროტესტი რუსული კანონის გარუსების წინააღმდეგ. ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უკეტავს ამ ქვეყანას ევროპულ მომავალს და პრაქტიკულად ართმევს მას დამოუკიდებლობას. შენ შეასრულებენ ახლა აქციის მონაწილეები. შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, მათ გაშლილია საქართველოს ასევე ევროკავშირის დროშები. ჩვენ ახლა ბარათაშვილის ქუჩაზე ვართ და საპროტესტო მსვლელობა მიიწევს ევროპის მოედნისკენ. ცოლების მონაწილეები, საყვირები და შეძახილებით გამოდი. ჯოს! როგორია თქვენი განწყობა? ბათუმში სმენა. საქართველოს კანდიდატები აქციის მონაწილეები ასევე გამოდი დაიძახიან ისინი და მოუწოდებენ საზოგადოებას რომ შეუერთდნენ ისინი ამ საპროტესტო აქციას ასე მსვლელობას რომელიც ახლა იწყება ბათუმში ევროპის მოედანზე. შეიძლება რომ გაგესაუბროთ. როგორია თქვენი შემართება ეხლა როცა უკვე მიიღეს ეს კანონი? როცა მიიღეს კანონი? კი, როგორია თქვენი შემართება? საშინელი, მაგრამ აუცილებლად გადავდგება.
მადლობა. თქვენ რას გეტყოდით? როგორია თქვენი შემართება ან მოთხოვნა? თქვენ გაგისაუბრებით, შეიძლება? როგორია თქვენი შემართება? ეხლა როცა უკვე მიღებულია რუსული კანონი საქართველოში. ჩვენი შემართება ისე არის როგორც წინაპრებში ქონდა გასულ თვეებში. ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო ჩვენი საქმე და არ დაუნებდებით და ბოლომდე ვიგებით ჩვენი ქონის გადაჭრისა და ხელისუფლება საოცრად მოიწევს ამ კანონის უკან გაწევა და თვითონაც დასრულებიან მათ. არ გაითვალისწინა გამოდის ხელისუფლებამ ჩვენი საპროტესტო ხმა, ხო? საპროტესტო აქციების ძალა და საყოველთაობა არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. რა არის მნიშვნელოვანი ახლა თქვენი აზრით? ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისევ არის რომ შევინარჩუნოთ საპროტესტო გამოსვლები და არ დაუკარგოთ ეს მუხტი და ენერგია. მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს საპროტესტო მუხტი ადამიანებს. და ყველას მივაწვდოთ ხმა მაქსიმალურად რომ გამოვიდეს ჩვენთან ერთად და დადგეს ჩვენს გვერდით. მადლობა. საპროტესტო აქციის მონაწილეს უსმენთ თქვენ, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა არ დაიკარგოს საპროტესტო მუხტი ადამიანებში და განწყობა ხელისუფლების იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომელიც რეალურ სუვერენიტეტს რუსეთში ფაქტობრივად ტრანსპარენტებით არის რუსული ქალაქების ნაწილი, როგორც ხედავთ. მოგესალმებით. თქვენ აქედან ჩავაგზავნით სამცხე ჯავახეთიდან, საიდან კონკრეტულად? აბიგენი. ანუ შემთხვევით შეესწარით ამ საპროტესტო აქციას? შემთხვევით არაფერი არ ხდება. სპეციალურად ჩამოხვედით? და რა არის თქვენი გზავნილი ახლა როცა უკვე მიიღო ხელისუფლებამ ეს რუსული კანონი და დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო? ჩემი გზავნილი არის ბრძოლა და ბრძოლა. მშვიდობიანად ევროპის. რა შემთხვევაში შეიძლება მას ქონდეს გავლენა პროცესზე, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ დრომდე პერმანენტული ხასიათი ჰქონდა ამ საპროტესტო აქციებს. ძალიან ბევრ ქალაქში იმართებოდა საპროტესტო აქცია, ხალხმრავალი აქცია იყო, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინა ეს ხელისუფლებამ. ხო, რაც უწყوار ნიშანია იმის, რომ ის არ ითვალისწინებს ხალხის დაგვეთას და ხალხის აზრს. რა შემთხვევაში ექნება მას გავლენა თქვენი დაკვირვებით, თქვენი აზრით? გაგახსენებთ, ეროვნული მოძრაობაც ასე დაიწყო 88 წელს, რომლის მონაწილე გახდა. მე მივახციეთ იმას, რაც გავისახე, დამოუკიდებლობა. ბრძოლა, ყოველთვის და მოძრაობა. გაჩერებული ქართველი, მიძინებული ქართველი ვერაფერს ვერ მიაქვს. ახალგაზრდები აუცილებლად გაიმარჯვებენ. ახალგაზრდობაშია ენერგია და ძალა და მომავალი. რა ტიპის ქვეყანას ვიღებთ ჩვენ ახლა? რა მასშტაბის საფრთხეა ამ კანონის მიღება საქართველოში? ძალიან დროებითია. ქართველებს კარგი გამოთქმა აქვს. თაგვად ხარაო და მერე კალა გამოთქმა. აი ამ დოზეა ისური. ხავს აწაღებული ხავს ეკიდება ივანიშვილის რეჟიმი. რა გაიმედებთ თქვენ ამ პროცესში? ახალგაზრდები. ძალა ახალგაზრდებია, მომავალი ახალგაზრდებია. ახალგაზრდობას და მომავალს ვერაფერი დაამარცხებს. თქვენია ეს ქვეყანა. რას ეტყობთ თანამოქალაქეებს ახლა? რატომ შეიძლება გამოვიდნენ ისინი ქუჩაში და შეუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას? რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა გაითვალისწინონ? მათ მიაქციონ ყურადღება. შვილების მომავალი, სინდისი და ნამუსი. ეთი რა უნდა გაითვალისწინონ? შვილების მომავალი, ქვეყნის მომავალი, სამშობლოს მომავალი. ანუ გულისხმობთ იმას, რომ სინდისთან უნდა ვიყოთ მართალი და ისა და სინდისის წინაშე უნდა ვიყოთ მართალი. და აი როგორია, როცა გვესმის ეს გზავნილები, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, რომ სამშობლოს კარგავთ, ეს აისახება დამოუკიდებლობაზე. თქვენ როგორ ხედავთ ამას? არის პირდაპირ საფრთხე, რომ ჩვენ ახლა ვკარგავთ მართლაც ჩვენს ქვეყანას? თუ გავჩერდებით, ძალიან დიდი ხანი მოუწევს ისევ ქვეყანას დამოუკიდებლობის დაკარგვა. არც ერთი წუთი გაჩერება. მხოლოდ მშვიდობიანი აქციები. თქვენ არ გვანებებს თავს ხო რუსეთი ჩანს რომ ისევ აქვს მას ეს ინტერესი? როგორ შეიძლება გავაჩეროთ? რა ძალამ შეიძლება შეეჩეროს რუსეთი? მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან მეგობრობა. სხვა ჩვენ მაგის ძალა არ გავაჩეროთ. და ჩვენი მტკიცენები. მადლობა, თქვენი სახელი? ოდერძი კუბლაშვილი. პატრიარქი ჩოხოსანი და სადროშოს მეთაური. მადლობა.
გრძელდება საპროტესტო აქცია, როგორც ხედავთ. ჰიმნი სრულდება, მოდით მოვისმინოთ გზავნილები, რასაც გააჟღერებენ აქციის ორგანიზატორები ამ საპროტესტო აქციაზე. დღეს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ თავდაპირველად უნივერსიტეტთან. და იქნებ მოეწყო საპროტესტო მსვლელობა რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის გორგულაძის და ბარადაშვილის ქუჩაზე და საბოლოოდ მოვიდნენ ევროპის მოედანზე. ახალგაზრდობა საპროტესტო აქცია. ხედავთ იქრიბებიან ადამიანები ევროპის მოედანზე, რომ გამოხატონ ამაცი ბავშვები, შუშარა მისები ასე გასაგრძელებელი ბავშვები. მოვისმინოთ ორგანიზატორების მიმართვები, რაც ეთქვიან ისინი აქციის მონაწილეებს, თუმცა გრძელდება ამ დროისთვის შეკრება ევროპის მოედანზე. აქ შეკრებილი ადამიანები, ვინც ახლა შემოერთება თვალების პირდაპირ ეთერს, გეტყვით, რომ აპროტესტებენ რუსულ კანონს და ცოტა ხნის წინ მიღებულ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ მე ვიტყოდი. მათ მიიღეს რუსული კანონის საბოლოო ვერსია დაძლიეს პრეზიდენტის ეს საქართველოს პარლამენტმა დაასწრია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც დაადო კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან გავიღვიძებთ ახალ რეალობაში. ქვეყანაში, სადაც კანონიერად კანონის საფუძველზე დამკვიდრდება ბოლშევიკური რეჟიმი. დაშინება, შანტაჟი, სასამართლო ხელისუფლების უგულებელყოფა, განსხვავებული აზრის დევნა. დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, შემიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ არის საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება არ მივცემთ შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ ეს დღე აქციოს ქართული დემოკრატიის და ჩვენი ევროპული მომავლის დასამარების დღეს. დღეიდან ისე როგორც არასდროს გჭირდება ერთიანობა, ყოველგვარი განსხვავებულობა უნდა გადავდოთ გვერდით და საერთო ძალისხმევით, რესურსების, შესაძლებლობების კონსოლიდირებით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის დასაცავად. ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამედროვე დემოკრატიის სიმბოლო თომას ჯეფერსონი ამბობს, როცა უსამართლობა იქცევა კანონად, დაუმორჩილებლობა ხდება ვალდებულება.
დიახ, მეგობრებო, დაუმორჩილებლობა დღეს არის ჩვენი ვალდებულება. სწორედ ძლიერი, ერთიანი, შეუპოვარი და ამავდროულად მშვიდობიანი წინააღმდეგობა უნდა იქცეს ჩვენი დღის წესრიგად, რომლის საბოლოო დანიშნულების წერტილი არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის წყალგამყოფი. სად მივდივართ? უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. აქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა, სახლებში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა, უნივერსიტეტებში, სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებმა, რათა ქართველმა ხალხმა ჩვენი ნება არჩევნების გზით, ჩვენი ნება გამოვხატოთ და პასუხი გავცეთ დღეს, რაც ვიხილეთ, მოღალატეობრივ სახელმწიფოებრივ აქტს. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ ჯერა რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენ ვიბრძვით იმ ღირებულებების დასაცავად, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში თაობები ეწირებოდნენ. და დღესაც, როდესაც გამოჩნდა უნიკალური შანსი ავასრულოთ ჩვენი წინაპრების ოცნება და გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება არის დანაშაულის საკუთარი წარსულის, აწმყოსა და ჩვენი მომავლის წინაშე. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ეროვნული გმირის წოდება მინიჭებული აქვს 39 ადამიანს. მათი სრული უმრავლესობა იბრძოდა რუსეთის საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ძირითადი ნაწილი მათივე მსხვერპლი გახდა. დღეს საქართველოს ხელისუფლებას ყავს ერთადერთი მოკავშირე, ეს არის რუსეთი და ამით ყველაფერი ნათელია. დღეს ჩვენი სისუსტით აწმყოში არა მხოლოდ წერტილს დაუსვამთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს, არამედ შევცვლით წარსულს და გავაუფასურებთ ჩვენი ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას. დღევანდელი დღით ხელისუფლებამ დაასრულა მოღალატეობრივი კანონის მიღება, თუმცა ჩვენ დღეიდან შეუპოვრად, მუხჩაუხრელად, ერთიანად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოს და უკეთესი მომავლის საკეთილდღეობას. ის თუ ვინ დგას დღეს ხელისუფლების მხარეს და ვინ ვის მხარეს დგას, კაცრავად საილუსტრაციო ფოტოს გვიმზადებენ და მაგიტომ ტექნიკური შეფერხება გვაქვს, მოკლედ. საილუსტრაციო მაგალითი არის ძალიან საინტერესო ფოტო, სადაც ერთის მხრივ ახალგაზრდები წიგნებით დგანან და მეცადინეობენ და ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების მოღალატეობრივ ქმედებებს და მეორეს მხრივ ხელისუფლების მთავარი დონდერი ზვიად ხარაზიშვილი ხარება, რომელიც დღიად და უფარავად ყოველგვარი სამსახურეობრივი ნორმებისა და სტანდარტების მიღმა სიების მიხედვით ფიზიკური ანგარიშწორებით გვემხრება. სწორედ ხარება არის დღევანდელი კოლექტიური ქართული ოცნების სახე. ჩვენი არჩევანია პირდაპირ და ირიბად ჩვენი არჩევანით ვიქცევით რეალურად ხარებას ან მხარდამჭერებად, ან ახალგაზრდების მხარდამჭერებად. ბრძოლა გრძელდება. ხელისუფლებისთვის დღევანდელი სამარცხვინო დღის ჩვენებამ, საზოგადოებამ უნდა ვაქციოთ ერის კონსოლიდაციისა და სამოქალაქო ერთობის ახალ წერტილად. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება ჩვენს ქვეყანას, გავიმარჯვებთ სახელოვნად. არა რუსულ ხელისუფლებას.
მოგიჩვერებთ თქვენი ტრანსპარენტი. ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებით რო დადგა მეგობრებო. ჩვენ უნდა გაუბრუნდეთ და ძალიან მკაფიო უარი უნდა ვუცხრათ რუსულ ხელისუფლებას. ეს თემუტარი ელაძეა სტუდენტი ამ აქციების არარუსულ კანონს ერთ-ერთი აქტივისტი და ორგანიზატორი. მოვისმინოთ 200,000 მოქალაქის წინააღმდეგ. დღეს საქართველოს პარლამენტიდან ზარი განხორციელდა კრემლში, თბილისის საზე, წითელი დროშა ბრიალებსო. გაკეთდა ის, რაც გააკეთა ორჯონიკიძემ. მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ვიდგებით საქართველოს დროშის დასაცავად. როგორც საქართველოს შემთხვევაში არსებობს ერთადერთი არჩევანი ევროინტეგრაცია, ასევეა ჩვენ შემთხვევაშიც არსებობს ერთადერთი გზა გამარჯვებისა. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობას. ვამბობ ასე, იმიტომ რომ დღეს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატები არ არიან ქართველი ხალხის წარმომადგენლები, ისინი წარმოადგენენ ივანიშვილის პირად ინტერესებს. მადლობა თქვენ, რომ ასე მკაფიოდ, ასე ცალსახად გვანახეთ, სად არის ქართველი ხალხის ადგილი. რა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა ოქტომბერში, ვის უნდა უთხრას უარი და ვის უნდა განუცხადოს თანხმობა, ვის უნდა ჩააბაროს ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა უნდა ჩაბარდეს პროევროპულ მოქალაქეებს. ბესიკ ხარანაულმა დაწერა ლექსი. აქ სურვილისთვის კი არ ვდგავარ, სირცხვილისთვის ვდგავარ. აქ სიცოცხლისთვის კი არ მოვედი, სიკვდილისთვის მოვედი. აქ დამარცხებისთვის კი არა ვარ, გამარჯვებისთვის ვარ აქ. და დიახ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სახელოვნად. 2008 წელს ეს მინდა ბატონმა წახაძემ კარგად გაიგოს, როდესაც ჩვენ სუვერენიტეტს რუსეთი ბღალავდა და ჩვენს ქალაქებს ბომბავდა. სოფელ ზევერაში ქართველები ბომბების ქვეშ იხდიდნენ ქორწილს, ვინაიდან ქართველის სულში დგას ეს სულისკვეთება, ვინაიდან ქართველს ვერ შეაშინებ იმით, რომ ის ხვალ წავა ვიღაც დაჩაგრავს, ვიღაცა ეშuris, ვიღაცა გალახავს, ვიღაც დაურეკავს დილის 5 საათზე და შეაგინებს და ემუქრება. არა, ამით ქართველები არ შევშინდებით. როდესაც 84 დეპუტატმა ხელი მოაწერა საქართველოს ხალხს ერთმანეთს დაუკრეს ტაში, ერთმანეთი გაამხნევეს. დიადო ხალხო, დიდო მებრძოლებო, გავამხნევოთ ერთმანეთი. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგებოდა ილია, სადაც იდგებოდა მერაბი, ზვიადი, სადაც იდგებოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები, ვინაიდან ჩვენ მათ გზას ვაგრძელებთ, გზას, რომელიც მიდის საქართველოს დამოუკიდებლობისკენ, საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისკენ და არა კრემლისკენ. საქართველოს გაუმარ! ბრძოლა მარტო იარაღით არ ხდება. ჩვენ ხელთ გვაქვს ბევრი იარაღი, ეს არის ცოდნა, ეს არის პროტესტის სხვადასხვა ფორმა. დღეს ჩვენ ადამიანები არ რაღაც სხვებს გავცემთ ხოლმე ცხოვრებისეულ გამოწვევების წინაშე ვაკეთებთ რაღაცების პრიორიტეტიზაციას, რაც ვერ შეძლო ჩვენი პარლამენტის დეპუტატებმა და ბიძინა ივანიშვილის ერთგულება თავიანთი ფულის ერთგულება არჩიეს
ქართველი ხალხისა და ღირებულებების ერთგულებას, მაგრამ მოდის ახალი თაობები, რომლებიც უკან ხევენ ყველანაირ ამ ცხოვრებისეულ ინტერესს, თუნდაც ცოდნის მიღებას და განანი იქ, სადაც უნდა იდგნენ. დღეს აქ დგას ძალიან ბევრი აბიტურიენტი, რომლებსაც ძალიან რთული გამოცდა ელოდებათ უახლოეს დროებში. მაგრამ ეს ხალხი ჩვენს გვერდით განა, ვინაიდან მთავარი გამოცდა დღეს მართება აქ, ევროპის მოედანზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ასე შემდეგ. მეგობრებო, ალბათ ყველას გახსოვთ ახალგაზრდა, რომელმაც სკოლის კედლებში მე მგონი ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსული დროშა. ლუკა ლაცვლიშვილი. მოგესალმებით საქართველო. დღეს ჩვენმა მოღალატე ხელისუფლებამ, რომელმაც 67 წამში გაყიდა სამშობლო, დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი. მაგრამ ამით ბრძოლა არ დამთავრებულა. წინა წლის მარტის აქციებზე დაიბადა ნაპერწკალი, რაც საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ იშვა ახალი ქართული საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ვიტყვი, ქართველი ერი, ქართველი ახალგაზრდობა გზად არის როგორც მოკლევადიანი ბრძოლისთვის, ასევე გზელვადიანი ბრძოლისთვისაც. ბრძოლა არ დამთავრებულა, ბრძოლა გადავიდა ახალ ეტაპზე. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ მოგვათავსოს შავ პანდორას ყუთში, რომლიდანაც გაავრცელებს ძალიან ბევრ სენს და განსაკუთრებით იმ საბჭოურ სენს, რომელიც სამწუხაროდ ცოტათი, მაგრამ მაინც აქვს შეყრილი ქართველებს. ქართველი ახალგაზრდობა ბოლომდე მოაშორებს ამ სენს. ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ რა არის ქართული ევროპული სულისკვეთება. ამ ქართული ევროპული სულისკვეთებით, ამ ერთობით, ამ სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ძალიან სასტიკი სურათი დაგვინდა. ცდილობდნენ ჩვენ დაშინებას, ვიგზავნდნენ ზონდერებს სახლში, ვირეკავდნენ ღამღამობით, ჩვენს მშობლებს ურეკავდნენ და გვაგინებდნენ. მაგრამ შეეშინდა ვინმეს? შეგეშინდება? ქართველ ახალგაზრდობას ყოველდღიურად დაესმის და ჩაესმის ყურში მერაბ კოსტავას სიტყვები, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოშიც თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. შევწყვეტ ბრძოლას! გავიმარჯვებთ! გაუმარჯოს ერთიან, ევროპულ, ეროვნულ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს! სადმიდივართ! ვისია ეს ქვეყანა? როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩვენ ისტორია დავწერეთ და ეს არ არის რაღაც პოპულისტური ნათქვამი, ეს მართლაც ასია და ამას შეაფასებს ჩვენი შემდეგი თაობები, რომლებიც სიამაყით გაიხსენებენ ამ დღეს ჩვენთან ერთად. ბათუმში პროტესტმა ძალიან მაგარი სახე მიიღო, ძალიან ნათელი იყო იმის დანახვა თუ ბათუმის არჩევანი რა იყო, ყველაზე ევროპული ქალაქის არჩევანი რა იყო. ამ პროტესტში ჩართულები ვიყავით ახალგაზრდები. ერთ-ერთი ასეთი ჩვენგანი არის არჩილ ბერიძე, რომლის მუხტით შესამჩნევი იყო მარშების დროს და ეს ალბათ ყველას კარგად გახსოვთ და ხედავთ. ხო?
მოგესალმებით. საკითხი დღეს აღარ დგას მხოლოდ რუსულ კანონზე. დღეს უკვე ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის და რუსული ოცნების წინააღმდეგ. ხშირად საქართველოს ისტორიაში ქართველები, ერთი ეროვნების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა პოზიციებზე ვიმყოფებოდით. ქონდა განსხვავებული აზრი, მაგრამ როცა ვერთიანდებოდით, არ არსებობდა ძალა, რომელიც ამარცხებდა ქართველებს. რუსული ოცნება სუსის და საპოლიციო რეჟიმის გამოყენებით ცდილობს დაგვაშინოს. ურეკავენ ჩვენს მშობლებს, გვირეკავენ ჩვენ, არეკინებენ მერებს, გამგებლებს, სოფლის რწმუნებულებს, მაგრამ ცდებიან ერთ რამეში, რომ ამ ქვეყანაში მოდის შეუჩერებელი ძალა, რომელსაც ქვია ჯენსი. დღეს არ არსებობს რაიმე ორი მხარე, რაიმე ორი პოლიტიკური ძალა, ოპოზიცია, პოზიცია, ნაცი, კოცი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. დღეს მხოლოდ არსებობს ორი რამ. ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე ქართველი ხალხი. და კიდევ ერთხელ ბათუმიდან გავაგონოთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ვერავინ მოიგებს. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უჭერდნენ ქართულ ოცნებას მხარს, დღეს დაინახეს ნათლად, რომ ქართული ოცნება არა მათთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის და რუსეთისთვის იბრძვის. დღეს ბევრი მათგანი ჩვენთან ერთად დგას და ხვალ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით. მაგრამ ამისთვის ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანებს, მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს, სოფელში მცხოვრებლებს, ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტთან არ აქვს ცდომა, სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს ვესაუბროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარი ფულის დაცვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს გარუსება, რომ ხვალ არჩევნებზე თუ წავაგებ ნიშნავს, რომ წააგებ საქართველოს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. არანაირად ერთად გომით უნდა შევძლოთ. დღეს ცოტა დაღუბრემილი სახეები გვაქვს, მაგრამ იცით ყველაზე მაგარი რა არის? გამარჯვების ძიერი დაკვრავს სახეზე. ჩემი მეგობარი წამოვიდა უნივერსიტეტიდან, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტმა რექტორის დავალებით ჩაგვიკეტა კარები. დღეს მივმართავ რექტორს, რომ თქვენ ხელისუფლების და სისტემის მხარეს კი არა, თქვენი სტუდენტების მხარეს უნდა დადგეთ. და ასევე ვაძლევ გარანტიას, რომ თუ დადგება ჩვენს მხარეს, დავიცავთ ნებისმიერ ფასადს. და ასე ერთობით, მუშტით, სიძლიერით უნდა მივცეთ ყველას მაგალითი, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ვერავინ ვერც კომუნისტურმა რეჟიმმა, ვერც შევარდნაძის რეჟიმმა, ვერც წინა ხელისუფლებამ და ვერც ეს ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს ქართველი ხალხის წინაშე. არ ვიცი მეტად როგორ გამოვხატო ჩემი გაბრაზება, მაგრამ ვიცი ერთი რამ და მოგიწოდებთ თქვენს,
რომ დღეს საკითხი არ დგას თუ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. დღეს მთავარი არის რომ რუსული რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ერთობით, სიძლიერით, ენით, მამულით, სარწმუნოებით ჩვენ მოვიგებთ ომს, ჩვენ ხმამაღლა, ჩვენ მართალია პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ვინა თქვას პატარა იყოს ჩვენი სამშობლო დიდების ღირსი ქართლში ვინ მოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი პატარა მაგრამ ძლიერ შეუდგეთ საქართველოს. გაუმორჩილებენ მებრძოლ გამარჯვებულ ერს. გაგვივარ მადლობა. მეგობრებო, მოდი ამ ჩვენს პატარა ერს ყველამ ერთად ვუმღეროთ. შენთვის ხვენი სამიზოლო ეთილია შენთანა ვარ მურაბის ნურეშინია შენთვის ხვენი ზაფრის ბოლო ეთილია შენთანა ვარ მურაბის ნურეშინია. ჩვენგანმა გავიცანით ერთმანეთი და მე თქვი რომ ჩვენ ამ პროტესტმა გვაქცია ერთ ოჯახად. ამ ოჯახის ერთი წევრი არის ადამიანი, რომელსაც ბევრი წარდგენა ჩემი თქვენთან არ ჭირდება. მათე ცენტერაძე ვთხოვ. ოც გოსპიროთ მათესაც ის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა და ორგანიზატორი აქციების, რომელიც იმართება შემდეგ, რაც შემოაბრუნა საქართველოს პარლამენტში. რასაც ყველა ველოდით და დაძლია ვეტო, ბევრი ახალგაზრდის თვალებში წრებლები დავინახე. მეც გულით ამწყდა, რომ ამდენი ბრძოლის, ომის, ყიჟინის, ქალაქის ქუჩებში სიარულის მიუხედავად მოგალატე ხელისუფლებამ გაიტანა თავისი სურვილები და ისევ ცდილობს გაგვათრიოს იქ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის. მაგრამ მინდა შეგახსენოთ ერთი რამ. მე თქვენთან ერთად პიცი დავდე ილიას ზეგვთან. მე თქვენთან ერთად პიცი დავდე 9 აპრილის მემორიალთან. მე თქვენთან ერთად პიცი დავდე იუნკერთა საფლავებთან. მე თქვენთან ერთად პიცი დავდე სამშობლოს წინაშე, რომ არ დავნებდებოდი. და დღეს გეუბნებით, რომ ეს ბრძოლის დასასრული არ არის. ეს დასაწყისია იმ დიდი ბრძოლისა, იმ დიდი ეროვნული მოძრაობისა, რომელიც საბოლოო ჯამში დამთავრდება დიდი გამარჯვებით. დიდი გამარჯვებით და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. მინდა ჩემი გამოსვლა არ იყოს მხოლოდ არა რუსულ კანონს და არა რუსულ ხელისუფლებას და მინდა ჩემი გამოსვლა იყოს მოწოდება. მოწოდება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისწავლოთ ევროპულ უნივერსიტეტებში. მინდა იყოს მოწოდება მომავალი ისტორიკოსებისთვის, რომ აუდიტორიებში როცა დაბრუნდებით, უთხრათ თქვენს მეგობრებს, თქვენს ლექტორებს, რისთვის ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას, რისთვის ვსწავლობთ იმას, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. მინდა უთხრა მომავალ იურისტებს, რისთვის ვსწავლობთ სამართალს აუდიტორიებში, როცა ყველაზე დიდი უსამართლობა საქართველოს ქუჩებში და საქართველოს პარლამენტში ტრიალებს. მინდა გითხრათ საქართველოს მოქალაქეებს,
რისთვის ვცხოვრობთ, რისთვის ვამაყობთ ჩვენი ქართველობით, იმისთვის რომ დაუბრუნდეთ იქ, რასაც გამოვეკეცით და მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. დანებდებით? დაიგლებით? გავიმარჯვეთ? არ მინდა რომელიმე თქვენგანის თვალებში დანებება დავინახო. ხელვანდელი დღე იყოს მაგალითი იმისა, რომ რაც გავაკეთეთ, იმაზე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. და მინდა ყველა თქვენთაგანს მოგიწოდოთ, რომ ბრძოლა მხოლოდ აქ არ არის. ბრძოლა ჩვენს გულებშია, ბრძოლა ჩვენს სახლებშია, ბრძოლა ავტობუსშია, ბრძოლა ტაქსის მძღოლთანაა, ბრძოლა მეზობლებთანაა, ბრძოლა ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც დღეს არის ჩუმად და მინდა მათ უთხრა, დღეს თუ გაჩუმდებიან, ხვალ მათ სხვა გააჩუმებთ. თქვენ ვერასდროს ვერ გაგაჩუმებთ. ქართველ ისეულ საქართველოს მოქალაქეებს. გაუმარ! 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 მე დღეს აქ ძომის ღირსი არ ვიყავი. რადგან ალბათ ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც უნდა გამეკეთებინა. და მომავალში არჩევნების შემდეგ ამ სცენაზე ყველა ერთად დავდგებით. ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროპის გამარჯვება საქართველოში. ახალგაზრდებს გვინდა ევროპა აქ საქართველოში და არა საქართველო ევროპაში ემიგრანტი ახალგაზრდების სახით. ყველა ქართველი უნდა იყოს აქ და აქ უნდა იყოს ევროპა. მადლობა. გავრცელდა ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება და გაგაცნობთ მას. ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რამაც გამოიწვია მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ. ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციას, დეзинფორმაციის შესახებ, პოლარიზაციას, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩარჩულობის შესახებ. საკანონმდებლო ორგანოსთან მოვიდნენ დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და ძალიან საინტერესო იქნება ახლა მათი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც 84 დეპუტატმა მხარი დაუჭირა უკაცრავად რუსული კანონის მიღებას და დაძლიეს სალომე ზურაბიშვილის სად მივდივართ? ევროპაში! მეშინია? არა! განებდები? არა! საქართველოს გაუმართ? შენთვის Sabis bolo evimia Shentan avar Nura pisnu geshinia შენთვის Legi Sabis bolo ამე თავიდან ეს ასეთი განაბიჯიდან სულ მცირე სამშობლო დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას
მე შეგახსენებთ რომ დღეს საღამოს შვიცაძე ქართული ოცნებამ შეიკრიბა და დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ 84 ხმით მიიღეს რუსული კანონი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ბათუმში ევროპის მოედანზე ადამიანები მისის რომ მათ გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი და არა მხოლოდ ქვეყანა გადაარჩინონ, მისი დამოუკიდებლობა გადაარჩინონ, რომ არ გახდეს ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილი. გამოდი ამ შეძახილებით ჩამოიარეს ბათუმის ქუჩებით საპროტესტო მონაწილეებმა და მოუწოდეს საზოგადოებას რომ გამოვიდნენ აქციაზე, რომელიც ახლა იწყება ევროპის მოედანზე. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩემს ბათუმს, მივესალმებით თითოეულ ყოფს და მდგომს. ეს როდესაც აქ მოვედი და მივესალმე ადამიანებს ძალიან ბევრმა განცა პასუხი კითხვაზე როგორ ახარ, არ ვიციო. ძალიან ბევრ სახეზე შევაყვე სევდა. როგორც ხედავთ, ძირითადად ახალგაზრდა აქტივისტები მერთავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი არიან აქტივისტები, რომლებიც წინა დღეებში დღეს თუ ვინმე უნდა ტიროდეს, დღეს თუ ვინმე უნდა იყოს სევდიანი არის ის 84 მოღალატე, რომელმაც ამ ქვეყანას თავისი ხელით გამოუტანა განაჩენი. დღეს თუ ვინმე უნდა განიცდიდეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს თუ ვინმე უნდა ნერვიულობდეს, ეს არის ის ათასობით ადამიანი, რომელიც ტყვეობაში ყავს ამ მთავრობას, საკუთარ სამსახურებში ყავს გამოკეტილი და უგზავნოს თქვენთან ერთად დგომას. დღეს თუ ვინმეს უნდა აწუხებდეს ის რაც ხდება და დღეს თუ ვინმე უნდა ნერვიულობდეს, ეს არის სწორედ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანას იწირავენ რუსეთის არათუ ეზოდ, არამედ რუსეთის საცვლად. თქვენ კი აქ დგომ ყველა მოქალაქეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ არათუ სევდა, თქვენ სიამაყე უნდა გქონდეთ სახეზე, თქვენ უნდა იცინოდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ გამარჯვებული საქართველო, იმიტომ რომ თქვენთან არის გამარჯვებული საქართველო. მოდით ჩვენასთან აქ დგანან ახალგაზრდები, ბავშვები, როგორ შეიძლება ამათ უყურებდე თვალებში და არ გქონდეს იმედი, როგორ შეიძლება ამათ უყურებდე და რამენაირად სევდან რაიმე ნიჰილიზმი შემოგეპაროს. დღეს ნიჰილიზმი არის დანაშაული. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ გამარჯვებისთვის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული აი ამ ახალგაზრდისთვის, ვინც აქ სკენდა და ვინც ახლა შემოგვიერთდა მანამდე მსვლელობით, ულამაზესი მსვლელობით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ევროპის მოედანზე. ამ მოედანს ძალიან ბევრი მსვლელობა უნახავს, ძალიან ბევრი აქცია უნახავს. ბევრ აქციაში მე თვითონ მაქვს მონაწილეობა მიღებული, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უკრაინის აქციები იყო აქ და არაერთი სხვადასხვა ფორმის პერფორმანსი თუ აქცია, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ლამაზია ეს მოედანი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც წინა აქციებზე, მაგრამ დღეს აქ სხვა სული სუფევს. დღეს აქ გამარჯვებული, თათვით დაჯერებული და ევროპული საქართველოს სული სუფევს. ამიტომ დღეს აქ დგომა არის ყველაზე სასიკადულო და მე ვარ ამაყი იმით, რომ დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად და ამ ამბავს აუცილებლად მოუყევი ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, იმიტომ რომ მე დღეს თითოეულ თქვენთაგანთან ყოფნა მიამაყება. მე დღეს თითოეულ თქვენთაგანთან თვალებში ჩახედვა მიამაყება და თითოეული თქვენთაგანი მიამაყებით. და ბოლოს მინდა უთხრა აი იმათ, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას განაჩენი გამოუტანა. ქართველი ხალხი პასუხს აუცილებლად გაგცემთ იმ დანაშაულზე, რაც თქვენ ჩაიდინეთ. მაგრამ ისტორია არც ერთ თქვენთაგანს არ დაივიწყებს და თქვენ შვილებს შერწყმებათ თქვენი სახელის ტარება. როგორც ბიძინა ივანიშვილის შვილმა გადაირქვა სახელი, ისე გადაირქმევენ, იმიტომ რომ თქვენთან დგომაც სიცხველია, თქვენს ოჯახებში ყოფნა სიცხველია და თქვენი მეზობლობა სიცხველია. ჩემთან თბილისში მეზობელი არის საკრო კუცნაშვილი. საკრო მე მწყვენია შენ რომ ჩემი მეზობელი ხარ. მე მწყვენია რომ შენ უნდა გიყურებდე. შეხარ სამარცხვინო ადამიანი, შეხარ ამ ქვეყნის მოხალატე და თითოეულმა ქოცმა უნდა იცოდეს, რომ მათ შვიდად ამ ქვეყანაში გავლას ბოლო წერტილი დაუსვა დღეს 84 ადამიანმა. მათ ხოცებს განაჩენი გამოუტანეს. თქვენი მშვიდობა ხოცებო დასრულდა. ჩვენი მშვიდობა დღეს იწყება. დიდება საქართველოს!
ნიყაკაში ეს არ იყო საკმარისი ოვაციები, მეგობრებო. აგიკითხავთ რატი ამაღლობელის ახალ ლექს მაისის მოცვა. ღმერთო, აზეიმე ამ ხალხს გამარჯვება, არც ერთი მათგანი ვალში არ დაგრჩება. დღის ყველა მონაკვეთი უწყვეტად ჰორორდება შენგან, მონიშნულ ზღვარს გადაცდა ბოროტება. წვისა და ნათების უქრობი ძალა მიე წვიეთში ანთებულ უამრავ ადამიანს, ქუჩებში გამოსულ უთვალავ ადამიანს თავი სხვებისთვის რომ გაიღონ მზადარიან. ყველას გამარჯვება მიე საზეიმო, ვინც დგას ფერხულში და ვინც წინა ხაზზე იყო, მიე გამარჯვება მათ გულებს, გადაბულებს, მე კი მაგვიდასთან საწერად დამაბრუნე. გონი დროა ჩვენს მოქალაქეებს და თანამებრძოლებს თბილისში. აქედან შევძახოთ, არ დანებდე, არ დანებდე, არ დანებდე, არ დანებდე, არ დანებდე. ფოტო რაც ჩანს ეკრანზე, გუშინ ბათუმის სტადიონზე, ბათუმის დინამოსა და გორის დილას თამაშზე მოკლედ ახალგაზრდება გაშალეს და ორი გმირი ყავდა ამ შეხვედრას, მოკლედ ამ გაშლას ბანერის, გიორგი ჩხაიძე და ნოკო მირცხულავა, ახალგაზრდები, რომლებიც ყველგან სტადიონზე, ქუჩებში, უნივერსიტეტებში ცდილობენ ებრძოლონ რუსულ კანონს. გიორგი. მოგესალმებით ბათუმი! მოგესალმები! ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლ და შეუპოვოთ ბათუმურ საზოგადოებას! მეგობრებო, ქართული ოცნების ლეგიტიმაცია დღეს დასრულდა. დასრულდა იმ კონკრეტულ საათსა და იმ კონკრეტულ წუთზე, როდესაც ხარდაძლეს პრეზიდენტის ვეტო. ისინი უკვე ოფიციალურად გაცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და მოექცნენ რუსული ჩექმის დამცველებად. ამიერიდან ხელისუფლების წყარო გადადის ქართველი ხალხის ხელში, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული ღირებულებებისათვის. მეგობრებო, ჩემო ბათუმელებო, ჩემო ყველაზე ევროპული ქალაქის წარმომადგენლებო, დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა და ჩვენი მტკიცე ხასიათი, იმისა რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენც არ მოვადგენთ დღეს ქართულ საზოგადოებას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. მე მინდა ერთი რომ ეცოდეთ, ქართული ოცნების, იგივე რუსული ოცნების სამსომი ჩართულია. 26 ოქტომბერი იქნება საერთო სახალხო არჩევნები, სადაც ორი მარტივი მოცემულობა გვაქვს. ანუ დავიჩიოთ რუსული ოცნება, ან ევროპული ფასეულობების სადარაჯოზე მყოფი ხალხი. ამიტომ მე მტკიცედ ვჩერა, რომ საქართველოს მოსახლეობა ურყევად დგას თავისი ევროპული ფასეულობების სადარაჯოზე, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, რომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული არჩევანი, გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს, გავიმარჯვოთ ერთიანად. სად მივდივართ? სად მივდივართ? არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ რეჟიმს! მადლობა! გამარჯობა თანამებრძოლებო. პირველ რიგში გეტყვით, რომ გუშინდელ ამ პერფორმანსს არა მხოლოდ მე და გიორგი, არამედ სხვა გმირებიც ყავს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ტრიბუნაზე და რომლებმაც უშუალოდ მოიტანეს ეს ბანერები თქვენამდე. და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მეგობრებო. ახლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ რეალობას. ჩვენი დღევანდელი რეალობა არის ძალზედ სამწუხარო, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე თუ კი ვიმშელებთ რა რაოდენობითაც
ახალგაზრდები არიან გამოსული ქუჩებში. რა რაოდენობითაც მასწავლებლები, პედაგოგები, ლექტორები დგანან ჩვენს გვერდით. ჩვენთან ერთად და ისინი გვიმხნევებენ, ისინი გვამხნევებენ, ისინი გვიდგანან გვერდში. ჩვენ ძალიან დიდი მომავალი გველოდება, მეგობრებო. სტუდენტებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, ლექტორებო, ბაღის აღმზრდელებო, დავიჯეროთ თუ თქვენი მომავალი გინდათ რომ რუსეთში იყოს. დავიჯეროთ თუ თითოეულ თქვენთაგანს არ გაქვთ განსაზღვრული ევროპის ფასი. ჩვენი სტუდენტების, ახალგაზრდების და დარწმუნებული ვართ, ჩვენი თითოეულის რეალობა არის ევროპაში. და მინდა რომ თქვენთან ერთად ხვალ ან ზეგ თავარია ერთ დღესაც, როდესაც ყველა ერთად დავდგებით ევროპულ მომავალში გავიხვიძოთ. ასე რომ, მეგობრებო, არა რუსულ კანონს! შინ ევროპისკენ! მადლობა! ახლა მინდა ვთხოვო ასევე ჩვენი აქციების აქტიურ მონაწილეს ალექსანდრე ჭაღალიძეს. მოგესალმებით მეგობრებო, უფრო სწორედ კი გამარჯობა. რამე თუ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს ხარეს არის გულწრფელობა და ჩვენს ხარეს არის სიმართლე. ჩვენ არასდროს აი აქ რომ ამოდივართ, როდესაც ვართ კამერების წინ მიკროფონებთან, არასდროს არ გვიწევს რაღაცის მოფიქრება. იმიტომ რომ ძალიან ყოველთვის მართალია სიმართლის თქმა და შემდეგ სუფთა სინდისით ბალისე თავის დადება და დაძინება, მაგრამ აი ახლა უბრალოდ არ შემილია სახში წავიდე, ლოგიზე დაუწვე და სანამ საქართველო იყიდება ნაწილებად ვიყო უმოქმედოდ, იმიტომ რომ ახლა სიჩუმე არის დანაშაული. აი არ ვიცი ნახე თუ არა თბილისში ეს კადრები, მაგრამ ქალი ძალით გაიყვანეს 26 მაისს ამბობდა არა რუსულ კანონსო და ხელი მოკიდეს პირზე, არც კი ათქმევინეს. და მე თქვენ კვირდებით, ეხლა თუ გავჩუმდებით იგივე გველის ყველას, ეხლა თუ გავჩუმდებით და არ ვიხმაურებთ, მერე სიჩუმე არჩევანი კი არ იქნება, სხვა გზა უბრალოდ აღარ იქნება. და არავის არ კონდეთ ის ილუზია, რომ აი მოდი არჩევნებამდე დაველოდოთ და გავჩუმდეთ და დავივიწყოთ ეს პროტესტი, არც ერთი ჯარიმა, არც ერთი უკანონოდ არასამართლიანად დაკავებული მეგობარი თბილისში თუ ბათუმში არ უნდა დავივიწყოთ და უნდა გვახსოვდეს ყველა მოღალატის სახელი, რადგან მე წამს რომ ამ მოღალატეებს ელით იგივე რა ბედის გაიზიარა იუდამ, ორჯონიკიძემ თუ სხვამ, მე მჯერა რომ ჩვენ ვართ ეხლა სწორ მხარეს და ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ისტორია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ამა თუ იმ პოლიტიკოსებმა პარლამენტში. აქ მე ახლა ვარ როგორც მარტიანელების, ისევე თაფიონის სახელით და ჩვენი სახელით, ყველა ჩემი მეგობრის სახელით მინდა გითხრათ ერთი რამ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ვისი დროშაც არ უნდა ეკიდოს ხოლმე ოფისებთან, პირობას გაძლევთ, რომ ნებისმიერი უსამართლობის შემთხვევაში, როგორც დღეს გამოვედით, ისევე ხვალ, ზეგ, ერთი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ, მარად და მარადჟამ დავდგებით ერთად სამართლისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ. ახლა ჟიბეში მაქვს 5-ლარიანი. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აპირებენ რეპრესიების ჩატარებას თელ ქვეყანაში, უნდა დააბრუნონ 1937 წელი და ის დიდი გენიოსები, რომლებიც ყავდა, მათი მსხვერპლი უნდათ რომ იყოთ არაფრისთვის, მაგრამ ამას ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ილიას, აკაკის ვაჟას და სხვების მსხვერპლი იყოს არაფრისთვის და ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მათ იმიერი საქართველოდან სხვაგან გაიხედონ და სიამაყით არ შეძლონ ჩვენი მათი შთამომავლების ყურება. აი სანამ ლუკმაპურის მოპოვებას ცდილობენ ახალგაზრდები და მოხუცები ეზოებში, მათ აი ამ დახლებს უშორებენ და უშლიან, სანამ ადამიანებს დახლებს უშლიან და ერთი თეთრის მიღების საშუალებას არ აძლევენ, თავად ერთ ლარად, მეგობრებო, ერთ ლარად
სისხლით, ჩვენი სისხლით გაჟღენთილ მიწას ჩუქნიან ერთმანეთის ნათესავებს. აი გულწრფელად მინდა გკითხოთ რა, აი გულწრფელად თუ მათი მიზანი არის გამჭვირვალობა, მათი პოლიტიკოსები, მათი მოსამართლეები რატომ არასდროს არ ავწევენ სწორად და სამართლიანად ჯანსაღად დეკლარაციებს. აი ნეუჟელი მათ ენაზე ვიტყვი სპეციალურად, ნეუჟელი ეს არის გამჭვირვალობა? არა მეგობრებო, ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ცდილობს რომ ივანე ჯავახიშვილის სახე იყოს არა ლარზე, არამედ რუბლებზე. და ბოლოს ყველას სასახლეში აი ზემოდან რომ დაყურებენ და არაფრად აღვიქვამენ ის ბურჟუები, რომლისთვისაც ჩვენ ვართ მხოლოდ მორიგი, მაკულატურა, ბუტაფორია და ფული, აი მათ მინდა მივმართოს სასახლეებში რომ ზიან და იმის იმედი აქვთ რომ ეს სასახლეები მათ დაიცავთ. ძვირფასო მოღალატეებო და იუდებო, ვერ რაჯებირია მაღალი ჩვენს ხმაზე და ვერა შენობა იტანს ჩვენს მისხანებას. გაბრაზდით მეგობრებო. არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსეთს! კი ევროპას! როდესაც სტუდენტები გამოვიდნენ გარეთ, ეს მოქმედი ხელისუფლებისთვის იყო გაფრთხილება, რომ ამ ქვეყნის ახალი თაობა უარს ეუბნებოდა რუსულ კანონს და ყველაფერ რუსულს ამ ქვეყანაში. მაგრამ როდესაც მოსწავლეები დადგნენ ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, საქართველოს ქუჩებში, ეს არის ყველა შემდეგი ხელისუფლებისთვის გაფრთხილება, რომ ხელისუფლებებს ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ სვლა არ შერჩებათ. აქ არის მე-11 კლასელი ბიჭი, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან ჩართულია ამ პროცესებში. ალეკო ჭელიძეს ვთხოვ. მოგესალმებით ყველაზე ძლიერო და ევროპელო მოქალაქეებო. პირველ რიგში მინდა გავამხნევოთ ჩვენი თბილისში მდგომი მეგობრები და უთხრათ რომ ჩვენც მათთან ერთად ვგავართ. დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ თქვათ ჩვენი აზრი და გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის უფლებას რომ წაგვართვან ყველაზე წმინდა მამული ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას წაგვართვან ყველაზე წმინდა მამული, ენა და სარწმუნოება. მათ არ მივცემთ უფლებას და გავაგზავნე. და მათ არ მივცემთ უფლებას წაგვართვან ყველაზე ძვირფასი ჩვენი ისტორია. ჩვენ ცხოვრობთ და ვიცხოვრებთ ვაჟას, აკაკის, ილიას, გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სიტყვებით. მათ იმძოლეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენ უნდა გავუმართოთ მათ ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვანდეს მათი დიდი ნაშრომებით. და ბოლოს ჩვენ არ მივცემთ უფლებას წაგვართვან ყველაზე ძვირფასი ჩვენი მომავალი და ჩვენი მემოვალი ევროპაშია. და ბოლოს მე ამის მწამს რომ ჩვენ ვიტყვით რამე თუ ასრულდა ნება ჩვენი, ასრულდა ნება ქართველი ერისა გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთში. მისია ეს ქვეყანა. სად მივდივარ? დაიღლები? განებდები? საქართველოს გაუმარ? არა რუსულ რეჟიმს. ზოგადად ამ პროტესტებში არ ვამბობ იმიტომ რომ მეც ამ მოძრაობის წევრი ვარ. დიდი წვლილი შეიტანა სტუდენტურმა მოძრაობამ მარტიანელებმა. მადლობა მათ ამისთვის. ეს თქვენ ხართ. მადლობა თქვენ ძვირფასო ახალგაზრდებო.
აქ არის მარტიანელების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ვთხოვ მას ილო აბულაძე. გამარჯობა მეგობრებო. თავიდან მე მინდოდა ამოსვლა და ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ ხშირად არ გამოვდივარ ხოლმე და მე რომ შევხედე ჩვენს პატარა თანამოქალაქეებს, ვიფიქრე რომ ესეთი ბავშვები გამოდია და ჩვენს გვერდით განან ხოლმე და რატომაც არ უნდა გამოვიდე. ხო, მე ვარ სტუდენტი და ჩემი სპეციალობა არის ევროპის მცოდნეობა. პროტესტის პირველივე დღიდან გამოვედი და ვიცავდი საკუთარი ოჯახის და ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ერთ მომენტში დავიღალე ხოლმე ამ დაცვით და მე გამახსენდა რომ ჩვენ დედაენა ვინც გვასწავლა ყველა ის ადამიანი მოგვიკლა რუსეთმა და ამან კიდევ უფრო დიდი мотиваცია მომცა და მინდა რომ ჩემი გამოსვლა დავამთავრო ერთი ლექსით ლადო ასათიანის სამშობლო. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ასევე ერთ-ერთ ძალიან აქტიურ ახალგაზრდას ვთხოვ სცენასთან ენრიკე გურეშიძე. გამარჯობა საქართველო! მოგესალმებით ყველას! ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა ქართველ ახალგაზრდებს, რომ ნუ დაეჯახებით კედელსო. მინდა მივმართო მას! მოდ დაეჯახა კედელს, რომელსაც ქვია ქართველი ახალგაზრდები და მას ეს არ გაუვა, ის მიიღებს აუცილებლად ტვინის შერყევას და მან თვითონ პირდაპირ ეთერებიდან შეაგინებს პუტინს. ამას მე ვასპირდები. ქართველ ახალგაზრდებთან არ გაუვა თავისი ფანდები. არ გაუვა 2012 წელი. იმიტომ რომ გამოფხიზლდა ყველა და აღარ ვაპირებთ შევეპუოთ მონობას და რუსეთის ბატონობას საქართველოში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და ჩვენ როგორც 1991 წელს დავდექით ერთად, კვლავ დგავართ ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს. უფრო ხმამაღლა მეგობრებო, გავაგონოთ აჭარის მთავრობას აქედან. არა რუსულ რეჟიმს. ზოგადად ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია, რომ ჩვენ პროტესტის მონაწილეები უსამშობლოები ვართ. IQ არ გვაქვს, არც კულტურა გვაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ თურმე. არც ჩვენს ტრადიციებს და ქართულ ღირებულებებს ვცემთ პატივს, მაგრამ აი საქართველოს ერის 30 საუკუნოვან ისტორიაში რა იყო ქართული ღირებულებების ნაწილი და მთავარი ამომავალი წერტილი, ნათების მთავარი ადგილი თუ არა დედისა და ქალის პატივისცემა. ჩვენ ვხედავდით საქართველოს პარლამენტში რა სიტყვებით იხსენიებდნენ ქალებს. ჩვენ ვხედავდით როგორ არ უდგებოდნენ ფეხზე ქართული ოცნების დეპუტატები საქართველოს მოსწონთ თუ არა მათ მოქმედ პრეზიდენტს. ეს სირცხვილია. ეს ქართველობა არ არის, მაგრამ ჩვენ ამის დასტურად რომ ქალების როლი ყოველთვის ძალიან დიდი იყო საქართველოს ისტორიაში, ეს პროტესტებიც წარმოგვიჩენს, წარმოგვიდგა თვალწინ. ამ პროტესტების ძალიან აქტიური მონაწილეები, რა თქმა უნდა, არიან ქალები. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გააუქმა ქალთა კვოტა. ღმერთმა ქნას, რომ კვოტები აღარ დაუჭირვებოდეს საქართველოს პარლამენტში, იმდენად დემოკრატიული იყოს ყველაფერი და იმდენად ინკლუზიური, მაგრამ
ჩვენ ამასაც შევძლებთ, რომ გალები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან თავიანთი სამშობლოს პოლიტიკის განსაზღვრაში. დღეს ეს ასია და ამის მაგალითი აგერ შემდეგი ორი გამოსვლელი კეთა პაქსაძე და ლინდა, რომელიც ჩართულები არიან ამ პროტესტში. ხოთ. გამარჯობა მეგობრებო. ჩემო ბათუმელებო, ჩემო ახალგაზრდებო. დღეს მე ძალიან ამაყივარ, რომ ვდგავარ აქ. ვდგავარ აქ ჩემს მეგობრებთან ერთად. ვდგავარ აქ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. დღეს მე ზურგს მიმაგრებენ ჩემი სტუდენტები. ზურგს მიმაგრებენ ჩემი მეგობრები. ბავშვები, რომლებთან ერთადაც თითქმის 2 თვეა მე ვიბრძვი. მე ვარ გარეთ, წვიმაში, ქარში. ჩვენ გვცივა, გვშია, თუმცა არ უნებდებით და ბოლომდე ვცდილობთ გავიტანოთ ჩვენი სიტყვა. ბოლომდე ვცდილობთ თქვათ ჩვენი სათქმელი. ჩვენ არ ვართ პატარა ერი. ჩვენ ვართ ძალიან დიდი გულის, ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. დღეს აქ დგას ჯენზი. დღეს აქ დგანან ჩემი თაობის წარმომადგენლები, ადამიანები სუფთა ხელებით, სუფთა გულებით, რომელსაც შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ და გავაკეთოთ. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ მარო მაყაშვილის სიტყვებს. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ გვეამაყება, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ. ჩვენ ვართ ქართველები, ძლიერი ქართველები და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ხმამაღლა და აუცილებლად ხშირად გავიმეორებთ სიტყვებს, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად და აქ საქართველოში არ იქნება ადგილი მხდლების, შიშრების და ადამიანების, რომლებსაც ეშინიათ იმის, რომ ვერ მიაღწიონ საწადოს. მე სიტყვით გამოსვლის დროს ხშირად გული მიჩუქდება ხოლმე და ხშირად მომხნევებენ ჩემი მეგობრები, რომ შეგიძლია და გააკეთებ. ეს არის ჩემი ემოციები, რომლებსაც ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებ. თუმცა მე მაძლიერებთ თქვენ და მაძლიერებთ ის ადამიანები, რომლებიც აქ ჩემს გვერდით დგახარ. ყველა ძალიან მიყვარხარ და ლინდას გადავცემ სიტყვას. პირველ რიგში მოგესალმებით და ყველას გისურვებთ გამარჯვებას, რომლისთვისაც უკვე არა მხოლოდ 1 თვეა და 2 თვეა, დიდი ხანია და საუკუნეებია ვიბრძვით. მინდა იცოდეთ ყველამ როგორი ძლიერები, როგორი ამაყები, როგორი შეუპოვრები ხართ და მართლაც რომ ყველა კარგად ითავისებთ სიტყვას, არ ვართ დაბადებულები ლაჩრებად. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმ ნათელი მომავლისთვის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რისი საფუძველიც აშკარად მოგცეს. მე აქ ვდგავარ ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ჩემი თანატოლების, სტუდენტების სახელით და პირველ რიგში მამაჩემის სახელით, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა. უფრო ხმამაღლა! ის ახლა ემიგრანტის სტატუსით არის ქვეყნიდან წასული და მისი მთელი გული და არსება არის აქ. ჩემს გვერდით დგას და მე ვგრძნობ ამ ძალას. თქვენს გირჩევთ მოხვიდეთ აქ ამ ადგილზე იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ახერხებს გააგონოს ამ ჩვენს ერთიან, დამოუკიდებელ და გაბრწყინებულ საქართველოს ახალგაზრდების და თავისუფლების ხმა. წინ ევროპისკენ, არც ერთი ნაბიჯი უკან, ხოლო წინ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. მე ვამაყობ თქვენით და მჯერა, რომ სულ ცოტა ხანში ყველა ერთად ბრძოლის ყიჟინესთან ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ყველანი მიყვარხართ. აქ ახსენეს 2008 წელი 2008 წლის ომის გმირები. მოდი მეგობრებო, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის მანძილზე იცავდნენ და ეწირებოდნენ საქართველოს ძლიანობას, ჩვენი სამშობლოს ძლიერებას,
წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი. გმადლობთ. როდესაც რუსული კანონის პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო ხელისუფლება წავიდა ყველაფერზე, ამ დროს ჩვენ მოგვეცა იმის ფიქრის უფლება კი არა და ვალდებულება, რომ ჩვენ ასე ვიწრო და აღარ შემოვიფარგლოთ და კონკრეტულად ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აღარ ვიდგეთ ქუჩებში. ჩვენ აქვთ გავართ იმისთვისაც, რომ ქართველ დედებს, ქართველ ქალებს, საქართველოს მოქალაქეებს ლუკმა ბურისთვის აღარ დაჭირდეთ ევროპაში სიარული. ჩვენ მათ აქ საქართველოში უნდა მივცეთ ღირსეული პირობები, ემიგრანტებს მოკითხვა. მათი ღირსებისთვის ბრძოლაში მათი როლიც არის ძალიან დიდი. ემიგრანტებმა დიასპორამ აუცილებლად უნდა შეიტანოს დიდი წვლილი, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ყველაფრის მასად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და უარი უთხრას მათ ემიგრაციაში გამშვებ რეჟიმს. ჩვიდმე წუთში საღამოს 9 საათზე იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი და გთავაზობთ ამ ბრიფინგს ვუყუროთ ერთად. ზოგადად ამ პროცესებში პრეზიდენტის თანადგომა ჩვენთან არის დასაფასებელი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რჩება ერთი ინსტიტუტი მაინც, რომელიც დგას ევროპულ გზაზე, რომელიც დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით. მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია ვეტო და მიიღო საბოლოო ვერსიით რუსული კანონი საქართველოში, ეს დღეს აღმოს სახელმწიფო პროპაგანდის სველი ჩვენ ასე შეგვიძლია დავარქვათ. ვიწყოთ შემოვერთდა ჩვენს Facebook Live-ს, მეგეთქვით რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ ევროპის მოედანზე, თქვენ თვალს ადევნებთ საპროტესტო აქციას, რომელიც ახლა იმართება. მალე მოეწყო საპროტესტო მსვლელობა, მოწოდებით გამოდის და ბრძოლის მონაწილეობა მოუწოდეს საზოგადოებას ადამიანებს, რომ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში ევროპის მოედანზე და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, მოწოდებით არა რუსულ კანონს. არ რუსულ რეჟიმს ეს მოწოდებებით ისმის ამ აქციაზე. დღეს საღამოს ქართულ მოუწოდებამ 84 ხმით უმრავლესობა მიიღო რუსული კანონი საქართველოში, მათ დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და როგორც ახლა უკვე დაანონსა 9 საათზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამართავს ბრიფინგს რუსულ კანონთან დაკავშირებით. საუბარია კანონზე, რომელიც პირდაპირ კეტავს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს უქმნის შესაბამისად ქვეყნის დამოუკიდებლობას. შესაბამისად ამ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება მას შემდეგ საქართველოში ხალხმრავალი აქციები, პერმანენტული აქციები არა მხოლოდ თბილისში და არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სხვადასხვა ქალაქში ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, რადგანაც ის პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, რადგანაც ის მარტო ტოვებს საქართველოს რუსეთის გვერდით, რუსეთის პირისპირ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების და მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელი პირების პოზიციები მოусმინეთ რადიკალური პოზიციები, რომ ამ კანონის თითქოს ადგილი ვერ იქნება ევროპაში და ჩვენ ვშორდებით ამით ევროკავშირის ფასეულობებს. დასაწყისი საფრთხის შემცველი კანონი მიიღო დღეს ქართულმა ოცნებამ საქართველოსთვის
აი მასობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად და ჩვენი თითქმის ყველა მოკავშირის და მეგობრის დასავლეთელი პარტნიორების აქტიური მოწოდების მიუხედავად. ასე მნიშვნელოვანია რომ ვენეციის კომისია რომელიც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაცია და ის აფასებს კომერციული კანონების კანონ პროექტებს მათ დაწერა ძალიან კაფიო დასკვნა რომ რუსული კანონი გაიწვიოს ქართულმა ოცნებამ და ეს კანონი არის მიუღებელი დემოკრატიული პრინციპებისთვის და არც ვენეციის კომისია აღმოჩნდა და არც ერთი უწყება არც ერთი ლიდერი არც ერთი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია არ აღმოჩნდა მისაღებად გასავალისებელი ქართული ოცნებისთვის. მინდა ასე ვაღიაროთ რომ ქართული ოცნების პოზიციას ამდრობდა იზიარებს ეწორებს მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტები და რუსეთის ხელისუფლების კომერციული წარმომადგენლები. გამოგონებულ პროცესები ჩვენ ვრჩებით საპროტესტო აქციაზე და მოგეცით ინფორმაციას როგორ განხორციელებული ეს პროექტი ჩვენ ზოგადად გათმოლებებში რადგან რომ მოგოთ ანახებული დასამდე ინფორმაცია მალობარებ გიყურებთ დროებით ბატონის მიერ გამსაკუთრებაში ხმით დავასრულე ჩემი რესტორანი გამოსვლა ასულდანება ქართველ